გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია რაგბი ტივი და ტრადიციულად ეთერშია კროკობეთ დიდიათის გათამაშება და მე-17 ტურის მესამე თამაშის მოლოდინში ვართ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ალბათ ამ ტურის, რადგან ამ თამაშმა შეიძლება ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ყოჩები და ექნება თუ არა შანსი დარჩენის ჩემპიონატში, თუ უკვე მიაშურებს პირველ ლიგას, ხოლო ქუთაისის აია თავის მხრივ იბრძვის პირველ-მეორე ადგილზე გადასასვლელად, რათა ითამაშოს მცირე ფინალი და მათ мотиваციაზე ასევე ახდენს გავლენას ისიც, რომ ფინალი სწორედ ქუთაისში იქნება. ეს კი გუნდები უკვე დაიძრნენ და ნელ-ნელა გამოვლენ მოედანზე, ჩვენ ვისარგებლებთ შემთხვევით და გაგაცნობთ გუნდების შემადგენლობას, დავიწყოთ ნომინალური მასპინძლებით ბოლნისის ყოჩებით პირველ ნომერზე ნიკა ხატიაშვილი იქნება, 2-ზე ჯაბა ბრეგვაძე, 3-ზე ელდარ პატარაია, 4 მიხეილ აბრამიშვილი, 5 ნიკოლოზ თეზელაშვილი, 6 გიორგი ნოდია, 7 იოსებ გუშარაშვილი, 8 ჟორამ ღებრიშვილი, 9-ზე იქნება თენგიზ პერანიძე, 10-ზე ლაშა მალაღურაძე, 11 თემურ ჭიჭინაძე, 12 სანდრო ფურცხვანიძე, 13 რანი ფხალაძე, 14 ნიკოლოზ რეხვიაშვილი და 15 ნომრად იქნება სოსო მათიუაშვილი, გუნდის მენეჯერი მიშა კალანდაძე გახლავთ, ხოლო მთავარი მწვრთნელი ვიქტორ დიდებულიძე. რაც შეეხებათ სტუმრებს, 1, 2 და 3 ნომრები ბაჩუკი ბარათაშვილი, საბა ხონელიძე და ალეკო გიგაშვილი იქნებიან დღეს. 4 და 5 ნომრად გიორგი ნიკოლაძე და ვახტანგ შარვაშიძე ირჯებიან, 6 საბა ლაღაძე, 7 ჯიუტან ბატირერენგა, 8 ილია გაბისონია. გუნდის ნახევარდაცვაში ნოდარ დოლიძე და გუნდის თავი გიორგი ბაბუნაშვილი უწყლდებიან, შესაბამისად 9 და 10 ნომრები, 11 ტიმოთი მბოლა, 12 ირაკლი სიმსივე, 13 გიორგი ფრუიძე, 14 თეიმურაზ კოხოძე, ხოლო 15 ნომრად ელგუჯა მახარეიშვილია. გამწესებული მთავარი მწვრთნელი გუნდის გიორგი ნემსაძე გახლავთ, ხოლო მენეჯერი გიორგი ჭულუხაძე. ასევე თქვათ მთავარ მსაჯზე იოსებ ჯაფარიძე იქნება. მთავარი მსაჯი მას საკმაოდ რთული მატჩი შეხვდა განსასჯელად, ხოლო კიდეებიდან დაეხმარებიან მას კახა გელოზია და გიგი ირემაშვილი, ხოლო ვიდეო მსაჯი გელა ლემონჯავა იქნება. ეს კი გიორგი ბაბუნაშვილი, რომელსაც ხედავთ ესალმება ის მეტოქის მოთამაშეებს, კი დავინახეთ ასევე თემურ სოხაძე, რომელიც ყოჩების წლების განმავლობაში სწორედ ყოჩების მგეზავი იყო, თამაშობდა ასევე ბათუმში და გამოცდილი 10 ნომერი. ხო, როგორც ირაკლი მოგახსენათ, ძალიან დაძაბული მატჩის მოლოდინში ვართ, ძალიან ბევრი რამდენს განსაკუთრებით ბოლნისის ყოჩებისთვის დღეს სასწორზე. ბოლომდე შეეცდებიან ისინი ისვლა, რომელიც აკრიფეს ბოლო ორ ტურში, დღევანდელ მატჩიც გააგრძელონ, ის კი სოსო ჯაფარიძე, უსრულო წარმატებული მატჩი, მასაც ხო, ჩვენ ბევრ თემას შევეხეთ და ვთქვათ ის, რომ ყოჩები ამჟამად 5 ქულით ჩამორჩებიან სამცხე-ჯავახეთის ტაოს და რამდენიმე ფაქტორი მოახდენს გავლენას ის, რომ ისინი გადავიდნენ მე-9 ადგილზე, პირველი თუ დღეს მოიგეს თამაში ჩვეულებრივად და შემდეგ ტაოსთანაც გამარჯვება მოახერხეს, უკვე ავტომატურად გადავლენ კიდევაც ისინი მე-9 ადგილზე, თუ დღეს დამარცხდნენ, მაგრამ ბონუს ქულა აიღეს და შემდეგი თამაში ბონუს ქულით მოიგეს, ამ შემთხვევაში წინ გადიან, ხოლო თუ უკვე თანაბარი ქულები იქნება, როგორც მოგახსენეთ, ურთიერთშეხვედრებში ქულების უპირატესობა, ანუ ვის უფრო მეტი ექნება გატანილი, ვისაც უფრო კარგი დადებითი ბალანსი ექნება, სწორედ ის აღმოჩნდება, ის დარჩება ჩემპიონატში და მეორე გუნდი კი გადავა უკვე და დაიმშვიდობა კროკობეთ დიდიათის ჩემპიონატს. ელგუჯა მახარეიშვილი მივიდა ბურთის გამოსატანად, გაჩაღდა უკვე თამაში, საბა ხონელიძე არის იქვე და ნოდარ დოლიძე ემზადება პასის გასაშვებად, ხედავთ მოედნის საფარიდან გამომდინარე, ტემპი საკმაოდ დაბალი იქნება. ბევრი დარტყმა გვექნება სავარაუდოდ ტაქტიკური წამოვაწნეხი დამრტყმელებზე. სანდრო ფურცხვანიძე კარგად ჩამოიშორა, თუმცა ძალიან ხისტი ბოჭვა გააკეთა სიმსივემ, ბურთი გამოვარდა, წნეხში არიან ქუთაისელები და გაჭრა ხაზი სოსო მათიაშვილმა, რომელიც
ნიწევს წინ გადაიკიდა ფეხით მიყვება თავადვე. ბურთს ვინ იქნება პირველი? ელგუჯა მახარეიშვილი, რომელიც წნეხშია და თამაშში გადადის რაკში კონტრაქტის მცდელობა აქვს ახლა ყოჩებს, მაგრამ კარგად შეინახეს ეგ ბურთი. ბაბუნაშვილმა გადაურჩინა ბურთი თავის გუნდს, ახლა ნოდარ დოლიძე შეეცდება გაიუმჯობესოს პოზიცია და გამოვიდეს აქედან. თუმცა ტოვებს ბურთს თამაში სანდრო ფურცხვანიძე. წავიდა პირდაპირ ბაბუნაშვილისკენ, რომელმაც ძალიან კარგი ბოჭვა გააკეთა, კოხოზე ჩასულია ბურთზე პერანიძე. ნიკოლოზ ხატიაშვილი დახარა თავი და თავად წავიდა. ისევ პერანიძე, აბრამიშვილს ნიკოლაძე და შარვაშიძე დახვდნენ, რომელიც მოიგერია. კარგი გადაკიდება, არც თუ ისე კარგი ბაბუნაშვილი ხვდება ამ ბურთს და საკმაოდ კარგი წნეხი პირველივე წუთებიდან მეტოქეზე. ყოჩების მხრიდან აქტიურად დაიწყეს ყოჩებმა და მნიშვნელოვანი არის ეს მათთვის განსაკუთრებით საწყის წუთებში. თუმცა მათთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება ენერგიების დაზოგვა და ბოლო 20 წუთის ისევე ჩატარება, როგორც დანარჩენი მატჩისა. ეს არის ხოლმე მთავარი პრობლემა ზოგადად დიდაჩი. ხო, ამინდიდან გამომდინარე, ხო, გარღვევა სოსომათიაშვილის ამინდიდან გამომდინარე შეუულია ესეთ თამაშში გამარჯვების მოპოვება ყოჩებს, რადგან არეული თამაში იქნება მოედნის საფარზე გითხარით, რომელიც შეანელებს უფრო და უფრო თამაშს და აი ეს მაღალი სისწრაფეების გამოყენება არ ვიცი რამდენად ექნება. ქუთაის უნდა შევხედოთ და იქიდან გამოვიტანოთ დასკვნა, თორე ფურცელზე საკმაოდ კარგი გუნდი ყავს ქუთაის ისაიას და განვლილი გამოცდილებიდან გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს. კი ბაბუნაშვილი ბევრი იქნება დღეს მასზე დამოკიდებული და განსაკუთრებით მის და მალაღურაძის ამ პოზიციურ დაპირისპირებაზე. ძლიერი დარტყმული, რომელთაც გამოდის ბაბუნაშვილი და ის პატარა სამწუთიანი წნეხი, სამწუთიან წნეხს გაუძლო ქუთაისურმა კლუბმა და ახლა გადადის უკვე შეტევაზე. ბურთით ჯაბა ბრეგვაძე იქნება, რადგან იქ მოლში ჩაიხურა ბურთი და გამარჯვებული დარჩა იმ შეტევაში. აი, ახლა საინტერესო რა მოხდა, მათეო ბოლაძე შემოვიდა ალეკო გიგაშვილის მხრიდან, თუ ეს სავალდებულო ცვლილება არც თუ ისე კარგი სიტუაცია. კოხოძემ დატოვა ბურთი თამაში, გადააწოდა ელგუჯა მახარეიშვილს, რომელიც თავის მხრივ გამოდის თავისი ნახევრიდან. მათიაშვილი წამოვიდა თავად, შევიდა ინტერვალში, გადადის თამაში ირაკში. ხატიაშვილიც კარგი იყო ინტერვალი მოძებნა და თამაშის აჩქარებას შეეცდება ახლა ქუთაის ბოლნისის ყოჩები. პერანიძე ბურთთან. მარჯვნივ წაიღო მალაღურაძის შეცდომა. პირველი წინ ვარდნა დღევანდელ მატჩში, ხო ბურთისველი იქნება და ორმაგი ყურადღებით მოუწევთ მორაგბეებს თამაში. აი ეს კომპონენტი შეიძლება აღმოჩნდეს ყოჩებისთვის თავარი იარაღი. დღევანდელ მატჩში შერკინება. გამოჩნდა ალეკო გიგაშვილი, რომელსაც სისხლის შეცვლის და გამო გავიდა მოედნიდან, ეს კი მალაღურაძის მცირე შეცდომა, რომელსაც წინ ვარდნა მოყვა და შერკინებაში ბურთს ნოდარ დოლიძე შეახდებს. ნოდარ დოლიძე და თენგიზ პერანიძე შავლომში თანაგუნდელები არიან. ერკინებიან მორაგბეები. აქ ვერ მოეწყო პირველ ჯერზე ამ მონაკვეთში მოედნისა განსაკუთრებით დაზიანებულია მოედნის საფარი, რაც გაართულებს ახლა ერკინების მოწყობას. არ
შესულა ბურთი შერკინებაში, თუმცა ცერად წამოვიდა გუშარაშვილი 9 ნომერზე ითამაშა, თუმცა ვნახოთ რა ხდება აქ. შეგახსენებთ, რომ მორკინალებს, რომლებიც შერკინებაში არიან ჩართულნი, იქამდე სანამ ბურთი არ დატოვებს შერკინებას, არ აქვთ უფლება მოეხსნან შერკინებას. აქ როგორც სოსო აღნიშნა, იოსებ გუშარაშვილი ნაადრევად მოეხსნა შერკინებას, იქამდე სანამ ბურთი დატოვებდა მას. სწორედ ამიტომაც დაჯარიმდა ბოლნისის ყოჩები. როგორც გითხარით, ალეკო გიგაშვილს სისხლის გამო მოუწია გასულიყო და ახლა უკვე ერთვება თამაში, რადგან სისხლდენა შეუჩერეს. ნიკოლაძეზე იყო თითქოს ბურთი გამიზნული, თუმცა ბურთით დარჩნენ ბოლნისის ყოჩების მორაგბეები და დარტყმის ადგილას იქნება დერეფანი, რადგან თენგიზ პერანიძე ვერ გამოვიდა კარგად თავისი ნახევრიდან. თენგიზ პერანიძემ წინა თამაში ძალიან კარგად ითამაშა ლელოსთან, იმ კლუბთან, რომ სადაც გაიზარდა როგორც მორაგბე. გაიწაფა, თუმცა ახლა ყოჩების ღირსებას იცავს და ძალიან კარგად გამოიჩინა თავი. ნიკოლაძე ნახოთ აქ ეგრეთ წოდებული თამაშგარე დერეფანში. ილია გაბისონია უკმაყოფილოა. და ესე მეთოდურად ჯარიმების ხარჯზე წინ მიდის ქუთაისისაია ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე შევიდნენ უკვე მეტოქის სადღაც 10 მეტრიანში მექნებათ. აქ ნახოთ რა მოხდა. ხო, აქ გუჩარაშვილი. თითქოს მეტოქის მხარეს. გუშარაშვილი მოლის ჩამოყალიბება იყო და პირდაპირ არასწორი მხრიდან შევიდა. აქ საინტერესო კომბინაციის გათამაშებაც ადეს. დერეფანში ქუთაისელებმა ბურთს ისინი აკონტროლებენ, კვლავ აქვთ ჯარიმის უპირატესობაც. მაღალ სისწრაფეში ტემპი საკმაოდ მაღალი ქუთაისელების მხარეს. უკვე ბევრი ჯარიმა. აბა მოусმინოთ. თამაშგარის წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა უკვე 3 ჯარიმა, რაც არ მოსწონს მთავარს. საჭს მერვე წუთზე ამდენი ჯარიმის აღება არც თუ ისე სახარბიელოა, რა თქმა უნდა, თამაშის სწორად წარმართვისთვის და მოუწოდა თამაშის წესების დაცვა. გუშარაშვილი და თეზელაშვილი იყო თუ არ ვცდები, რომელმაც ძალიან კარგად წაიკითხა სიტუაცია, თუ აბრამიშვილი სიმართლე გითხრათ ძალიან გამიჭირდება ამის თქმა. ეს აქ პერანიძეს აფარებენ და გადარჩნენ, აქ შეიძლება თამამად ითქვას ბოლნისელები. და ლაშა მალაღურაძეს 22-დან განაახლებს. შანსი იმისა, რომ გამოვიდეს თავისი 22-დან. საუკეთ ძალიან კარგი რამ მოხდა ახლა ყოჩებისთვის. ამ ხელაწნეხში იყვნენ ძალიან ახლოს იყვნენ მორიგი ჯარიმის აღებასთან და საბოლოო ჯამში ბატირერენგა ბურთით, რომელიც პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა ჯაბა ბრეგვაძეს. მარჯვნივ მორკინალებით იწყებენ შეტევას აიელები. დოლიძე, ბაბუნაშვილი, კოხოძე. აი აქ უფრო ადრე უნდა ამოსულიყვნენ წინ ყოჩების მორაგბეები. ნიკოლაძე წნეხშია, თუმცა მოახერხა და წინსვლა შეძლო. კარგად უტევს ქუთაისაია მაღალ ტემპში აბამენ ფაზებს ბატირერენგა. კარგად მიეძალა ისიც მარჯვნივ წავიდა შეტევა ბაბუნაშვილი თავადვე მიიწევს წინ გაჭრახაზი. მოაგდო ბურთი ფრუიძეზე, კარგი გადაცემა ფრუიძის მხრიდანაც.
რაღაც ნაწილი ყოჩების დაცვაში სწრაფად ამოდის, რაღაც ნაწილი უკან რჩება და სწორედ ამიტომაც ვერ ახერხებენ უკეთესი წნეხის დადებას მეტოქისთვის. წინ თამაში. ჭიჭინაძე მოდის კონჩეტევაზე ძლიერი დარტყმული ზურგში. დიაგონალზე გაგზავნა ბურთი ჭიჭინაძემ, ბაბუნაშვილს აუხდა ბურთი ცუდად. მაგარი ბოჭვა და ტიმოთიმ ბოლა მოდის რეხვიაშვილის ძალიან კარგი თამაში დაიცვა თავი. ხო, ისე ძალიან საშიში უკანა ხაზი კი ყავს კონჩეტევაზე ბოლნისის ყოჩებს, ჭიჭინაძე, რეხვიაშვილი, მათიაშვილი, სამივე მოშვით კაცე ეროვნული ნაკრების წევრი. თუმცა მე გითხარით ისიც რომ აი მოედნიდან გამომდინარე მაღალი სისწრაფეების გამოყენებას ვერცერთი გუნდი ვერ მოახერხებს. აიას უპირატესობა ღია თამაშია, კარგი ჩარბენები, უკანა ხაზელების ჩართვები, ცენტრების მახვილგონივრული გაჭრები და შემდეგ ბურთის ამოგდებები, მრავალფეროვანი თამაში აქვს, განსაკუთრებით აი ეს უკანა ხაზელების გამომყოფით, რომელიც გამოყენებაც აი ესეთ რთულ თამაში ძალიან გაუჭირდება ქუთაისურ გუნდს. მათიაშვილი გადაიტანა ბურთი მიწაზე, აქ ერთ-ერთ მორაგბეს თვორთები გუშარაშვილი იყო. დაზიანება ჰქონდა. ძალიან აყოვნებს თამაშს თენგისპერანი ძერაკში. უფრო სწრაფი თამაში მართებს 9 ნომერს იმისთვის რომ აი კიდე ელდარ პატარაიას მიძალება. კარგად დახვდნენ ძალიან ნულოვან ზონაში აქ პატარაიას, პერანიძე ჭკვიანური გადაკიდება, ვინ იქნება პირველი ბურთთან ცუდად აუხდა მათიაშვილს, თუმცა ხო, საბოლოო ჯამში ელგუჯა მახარეიშვილი ინარჩუნებს ბურთს. ძალიან ბევრი გამოჩნდა თუ როგორ შეიძლება მაგალითად აიას შეუტიო აი ესეთი პატარა გადაკიდებები ძალიან კარგად მუშაობს აქ ბაბუნაშვილის ძლიერი დარტყმული უკანა ხაზში რომელიც პირდაპირ კიდეზე გადადის და დარტყმის ადგილას ექნებათ ბოლნისის ყოჩების მორაგბეებს დერეფანი. გუშარაშვილი სერიოზული დანაკლისი იქნება ბოლნისის ყოჩებისთვის. თუმცა გურამ გოგიძე ყავთ მარკაფაში, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია თამაში ჩართვა, ძალიან მძიმე ტრავმა გუშარაშვილს. ჯაბა ბრეგვაძე ბურთით. ბრეგვაძე კვლავ მოწოდა ბურთი ბოლო მხტომელზე მოიგო. ქუთაისის აიამ გამოიცნო მეტოქის კომბინაცია დერეფანში მშვენიერი დარტყმულიც მეტოქის სიღრმეში, მოედნის სიღრმეში და მათიაშვილი გამოდის ძლიერი დარტყმით ასევე საკმაოდ კარგად. 10 მეტრიან წყვეტილ ხაზსა და ცენტრალურ ხაზს შორის იქნება ბოლნისის ყოჩების ნახევარზე დერეფანი გიგი ირემაშვილის. გუშარაშვილი რომელიც გადის მოედნიდან. დოლიძე ლაღაძეზე გააკეთა პასი. მარჯვნივ კვლავ აიელები პრუიძე დაიქნია თავად მივიდა. დოლიძე წნეხში აქ გადადის თამაში რაკში ძალიან უნელებს ყოჩები აი ეს ვაკაც ბატირერენგას მაგარი ბოჭვა მოხდა ორმაგი ეხა წნეხშია რაც ნიშნავს იმას რომ ჯობია ფეხით გამოვიდეს ასეთ პირობებში განსაკუთრებით მათიაშვილი ისიც ძლიერი დარტყმით გადადის მეტოქის ნახევარზე რომელსაც ხვდება გიორგი ბაბუნაშვილი თავადაც გამოდის მაღალი დარტყმით. სიღრმეში ჭიჭინაძე ვნახოთ რას მოიფიქრებს ამზადებს დარტყმას. ტიმოთი მბოლა ხო აქ თამაშგარის წესისთვის დაისაჯნენ წესის დარღვევისთვის ბონისელები. თან მე გავიგონე რომ მოუწოდებდა ჯაფარიძემ 14 ნომერს ნიკოლოზ რეხვიაშვილს.
ამასობაში მაყურებელიც მოგროვდა მოედანზე სტადიონზე უბრალოდ კი ჯაფარიძე გადმოინაცვლებს და ბაჩუკი ბარათაშვილის და ელდარ პატარაიას ჯახს დააკვირდება. ადრე მიაწვა აი ქუთაისის აია მოუწევთ ახლა თავიდან. იღეს გაფრთხილება კოჩების პირველ ხაზელებმა. ბევრი და რჩევა დარიგებების გაცემა უწევს ახლა იოსებ ჯაფარიძეს იქიდან გამომდინარე რომ არასტაბილურია შერკინება. კაბისონია მარცხნივ აქ სასო ჯაფარიძეს მოეჩვენა ბლოკი და გელა ლემონჯავა პირდაპირ ჩაირია. ხო, ნუ როგორ ხდება აქ გავმარტოთ. ისედაც არის გადამოწმების ქვეშ ყველა მომენტი, ვიდეო რეფერის აქვს ცოტა გვიანი კადრი და შეუძლია ნებისმიერ მომენტში შევიდეს, ასე რომ თუ რაიმეა გელა ლემონჯავა ჩაერთვება და ეტყვის მთავარ მსაჯს. თუმცა უკვე განახლდა თამაში, თეზელაშვილმა მოიგო ორი ხელით ბურთი, გადავიდა თამაში რაკში კონტრაქის მცდელობა. იქ არაზუსტი პოზიციიდან შევიდნენ ქუთაისელები, თუმცა გრძელდება თამაში და განმუხტა მაინც სანდრო ფურცხვანიძემ მომენტი. ასეთ მოედანზე თამაში ვფიქრობ, რომ დიდი რისკია ტრავმისთვის. ელდარ პატარაია, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურაა ძალიან ყოჩებისთვის. თეზელაშვილმაც მცირე დაზიანება მიიღო, მისი შემცვლელი ამირან მიქაძეა, ხოლო ელდარ პატარაიას შემცვლელი გახლავთ გაგა გორგასლიძე. ახლა გეოზიას გვიჩვენებენ პირდაპირ თერში ეკრანებზე. სკიშტოსო ჯაფარიძე. მოკლედ ერეფანი დრო ჩართულია და ბურთი უნდა შემოაგდოს საბა ხონელიძემ. ნიკოლაძეზე ამზადებენ, ორი ხელით იგებს ნიკოლაძე, გამოდის ბურთი დოლიძეზე. კარგად გაიჭრა ხაზი, ცოტა დააგვიანა ბურთის ამოგდება ლაღაძემ. თორე ბატირერენგა შეეძლო უფრო წინათ წასულიყო. სიმსივე სიღრმეებს ათამაშებენ ბაბუნაშვილი, ფეხის შეცურება, რომელიც არც თუ ისე კარგი იყო და სოსო მათიაშვილი ახლა არის წნეხში. აი შვილი იყო მიწაზე. გააჩერა დრო ჯაფარიძემ. არა ბაბუნაშვილი, არამედ ირაკლი სიმსივე არის მოედანზე. დაზიანებული. ნახოთ. ხო, იყო აგვიანი ბოჭვა ნიკოლოზ ხატიაშვილის მხრიდან. ნეკნებში მოხდა ირაკლის სიმსივეს, საინტერესოა გააგრძელებს თუ არა შუამარბი ქუთაისელი შუამარბი თამაშს.
საინტერესო მოთამაშე ყავს ქუთაისის აიას მარკაფაში ამირან შვანგირაძის სახით ის შეუერთდა შავლომს უწევდა მას თამაშების ჩატარება შავლომის შემადგენლობაში თუმცა არც თუ ისე ბევრის ნაკრებშიც მიეცა თამაშის შესაძლებლობა თუმცა მთლიანად წელი რო შევაჯამოთ არც თუ ისე ბევრი თამაში მოუწია გარემარბს და ეხლა აქვს შანსი რომ თავის ნაკრებს, თავის კლუბს, მშობლიურ კლუბს დაეხმაროს მნიშვნელოვან თამაშში, თან მოგეხსენებათ რომ იწყება პლეი-ოფებიც შემდეგი ტურის შემდეგ და ძალიან გამოსადეგი იქნება მისი ძალა. ნამდვილად. საკმაოდ რთული ჯარი მაქვს ახლა შესასრულებლად გიორგი ბაბუნაშვილს. გამორბენი ბაბუნაშვილის და ზუსტია მისი დარტყმა მატჩის მე-20 წუთზე იხსნება ანგარიში 0-3 გადიან წინ. თუ დააკვირდი ლაზარე ცდილობდა აეწყო თავისი შეტევები, რითიც ხშირად ლელოს აძლევს ხოლმე, თუმცა ვერ მიეცა იმ სისტრაფეების აკრეფის საშუალება ქუთაისურ კლუბს, ამიტომ ესეთ მძიმედ იქნება, მძიმე თამაში გვექნება დღეს და ესეთი სამქულიანი ჯარიმების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელ მატჩში. ეს კი ნიკოლაძე, რომელიც უნდა შეიცვალოს ტრავმის გამო, მის მაგივრად ლუკა ჭაავა შემოვა დიდი ალბათობით. ჩვენ შეგახსენებთ იმას, რომ ეს არის მე-17 ტურის მესამე თამაში. ხოლო ხვალ გაიმართება კიდევ მე-17 ტურის დარჩენილი ორი თამაში, სადაც ლელო ავჭალის ხელოვნურზე არმიას დაუპირისპირდება, ხოლო ხვამლი არენაზე ხვამლი 6 საათზე დაუხვდება რუსთავის ხარებს. მბოლა კარგი იყო ამ სიტუაციაში, თუმცა რეხვიაშვილმაც შეაჩერა ვიზავი, დღეს მოუწევს რეხვიაშვილს საკმაოდ ისეთი დაძაბული ორთაბრძოლები ტიმოთი მბოლასთან. ხო, ყოჩები იმ იშვიათ გუნდთაგან არის, რომელსაც განცხადში არ ყავს არც ერთი ლეგიონერი, მაგალითად განსხვავებით იგივე ქუთაისის აიასგან, რომლის დარჩენაშიც დიდათში შეიძლება ითქვას ძალიან დიდი როლი ითამაშეს რაღაც 2-20 სეზონის წინ პირველმა ტალღამ ლეგიონერებისა, რომელიც მათ ჩამოიყვანეს ყველაზე მძიმე მომენტში ძალიან კარგად დაუდგნენ გულს გვერდით. მათი ლეგიონერები ამასობაში კი საკუთარ ნახევარზე აკონტროლებს ბურთს ქუთაისის აია, რომელიც ცდილობს რომ პოზიცია გაიუმჯობესოს და გადავიდეს მეტოქის ნახევარზე, ნუ ესეთ პატარ-პატარა მიძალებებს არ აქვს აზრი, თან ესეთი დარტყმებიც არ ვიცით რამდენად კარგი იქნება იქიდან გამომდინარე რომ წნეხი უნდა დაადო მეტოქეს თითოეულ ესეთ მომენტში. კარგი ბოჭვა ძალიან. ნათიაშვილისგან ჯერ ფეხით იყო კარგი თამაში და შემდეგ მშვენივრადაც აყვა აქ აირია. მოედანზე სიტუაცია საბოლოო ჯამში გაიჭრა ხაზი და მიიწევს წინ ქუთაისის აია, ნახოთ აქ ბაბუნაშვილს დაეწევა თუ არა ვინმე. და პირველი ლელო დღევანდელი თამაშის აირია იქ თამაში იყო რამდენიმე დარტყმა, რომელსაც დააფარეს და შემდეგ ბურთი ჩაუვარდათ ქუთაისელებს და ტიმოთი მბოლა ძალიან კარგად გაერკვა სიტუაციაში და ბაბუნაშვილს კარგი პასი გაუკეთა, რომელმაც უკიდურეს მარჯვენა კუთხეში და ლელოვა კიდევაც მეტოქე და ანგარიში ხდება 8-0. ნახოთ ეხლა ის იქნება თუ არა რაღაც გარდამტეხი მომენტი, თუნდაც პირველ ტაიმში თამაშის სოლობაში და გადასწევს თუ არა თავისკენ მატჩის ადავეებს ქუთაისის აია. თითქოს არაფრიდან წამოიწყეს ეს შეტევა, უცებ გაიჭრა ხაზი და ნიშნავენ იქნება მწვრთნელების ფაქტორი ესეთ თამაში, რადგან იმდენად არეულია თითქოს ვერცეთმა ვერ იპოვა რა თამაში უნდა ითამაშოს და ეს სტრატეგია, როგორ შეიძლება ესეთ თამაში გამარჯვების მიღწევა, სწორედ
მწვრთნელებზე იქნება დამოკიდებული. დარტყმული ზუსტი არის 10-0. საკმაოდ დამაჯერებელი უპირატესობა მატჩის 23 წუთზე იქიდან გამომდინარე, რომ სისწრაფეების განვითარების საშუალება ვერცეთ გუნდს ვერ ექნება. აი ეს ფეხის დარტყმა და პერანიძის დაფარების შემდეგ უკვე პატარაიას არაზუსტი გადაცემა და შემდეგ მარცხენა ფრთაზე იქ ხო თითო-თითოთ მივიდნენ რეხვიაშვილიც მარტო მივიდა რანი ფხალაძეც იქ მარტო იყო უკან და ორი ერთზე ტრადიციული გასვლები დამთავრდა იმის სასარგებლოდ ქუთაისელების სასარგებლოდ. აქ რეხვიაშვილმა სწრაფად აფწია პირველ დარტყმულ ბურთზე ხაზი და შებოჭა მეტოქე. გამოდის ძლიერი დარტყმით ახლა ნოდარ დოლიძე. ბურთს ეუფლება ნოდია, კარგი იყო კონტაქტის არეში. ბურთი აქვს ისევ ბოლნისის ხოჩებს მარჯვნივ გაიშალა შეტევა რანი ფხალაძე. მალაღურაძე დიაგონალზე ძლიერი დარტყმა ნახოთ არის თუ არა. აქ ვინმე ჩააგდო მოედანში ჭიჭინაძე სწრაფად წევს ხას. თუმცა ვერ მოახერხა მახარეიშვილი შებოჭვა მახარეიშვილმა დაიქნია და მშვენივრად მიიწევს წინ ყავს მიმყოლით ფეხით. ჭკვიანურად ითამაშა. მახარეიშვილმა შესანიშნავი იყო ამ შემთხვევაში 15 ნომერი. ასევე კარგი დარტყმა გამოვიდა ლაშა მალაღურაძესაც, თუმცა იქ ჭიჭინაძეს ოდნავ ალბათ უფრო უკნიდან თამაში მართებდა გარისკა ახალგაზრდა გარემარბმა და რისკმა არ გაამართლა ამ სიტუაციაში. ეს კი ელგუჯა მახარაიშვილი თქვენს ეკრანებზე. მიემართება ბურთის მოსაწოდებლად. აბა ბრეგვაძე იქ ხატიაშვილმა გადასცა კომბინაცია. ჯაბა ბრეგვაძე მოაწვის ბურთს დერეფანში. თეზელაშვილზე აგდებული ბურთი, რომელიც ორი ხელით იგერიებს. და ისევ დაიკარგა ბურთი და ხო, საბოლოო ჯამში არც დაიცელებს გამოუვიდათ ჩანაფიქრი. 22-დან განახლდება კვლავ მატჩი. თენგიზ პერანიძე ახლა არ უნდა ჩამოყაროს ყურები უკვე მერამდენე ეპიზოდში შეცდა ახალგაზრდა 9 ნომერი, თუმცა აქ ხა იკითხებოდა ისიც რომ დააფარებდა და შემდეგ ძალიან ისე გამოეთიშა ეპიზოდს. ჩვენ მიჩვეულები ვართ რაგბიში, რომ თითოეული მომენტისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ის ცდა არ უნდა დავაკლოთ ყოველ შემთხვევაში სიტუაციას. აქ კი ექნება რა თქმა უნდა პერანიძეს გამოსწორების საშუალება და უნდა კონცენტრირდეს ეპიზოდზე, რომ გამოასწოროს. მათიაშვილი გაიჭრა ხაზი, კარგი ამოგდება პერანიძეზე, ცრუ მოძრაობები მიწისკენ მივიწავიდა. აქ უკვე ხო, სად არის ბურთი საბოლოო ჯამში? არ შეიძლება ზოგადად, როდესაც მეტოქე უკვე მიწაზეა და რაქია ჩამოყალიბებული, მეტოქის გამოთრევა აკრძალული არის წესებით. კიდეზე, რომ ვითომ დერეფანშია. პერანიძე ამ შემთხვევაში აღარ გადაწყვიტა დარტყმა, თუმცა გარისკა მაინც ჭიჭინაძის დიაგონალი ადგილზეა მახარეიშვილი. ფეხი დაბრუნებს ისიც. ალზე დაიჭინა მალაღურაძემ და ამშვიდებს ახლა თამაშს. ერთადერთი შანსი ქონდა აქ მალაღურაძეს ალღაზე ბურთის დაჭერის, რომელიც საკმაოდ კარგად ჩაამთავრა ახალგაზრდა გამოცდილმა მგეზავმა და ვნახოთ როგორ გამოვა ახლა საკუთარი 22-დან საკმაოდ ნორმალურად 10 მეტრიან წყვეტილ ხაზსა და ცენტრალურ ხაზს შორის იქნება დერეფანი. ბურთს მოაწვდის ალეკო უკაცრავად საბახონელიძე. მოწოდა ბურთი
გამოდის ხაზზე. ბაბუნაშვილი ფრუიძე მოძებნა ფრუიძემ ზურგს უკან ჩართო თანაგუნდელები, კარგი ბოჭვა ფხალაძის სიმცივეზე. შეტრიალდა შეტევის მიმართულება, ბაჩუკი ბარათაშვილის მიძალება, რომელიც წინ მიდის. შეცვალა ნოდარდოლიზემ შეტევა, ფრუიძის შეცურებული ბურთი, რომელსაც კოხოძე მიყვებოდა და ჭიჭინაძე შეეხო ბოლო მომენტში ბურთი. თითქოს უნდა გაეტარებინა ჭიჭინაძეს, თუმცა როგორც მსაჯმა აღნიშნა, ბოლო მომენტში შეეხო ჭიჭინაძე ბურთს. კარგი იყო ძალიან სწრაფი. დერეფანში გაბისონია, თუმცა ეგრევე უმალ ჩააქციეს. რა კარგი კომბინაცია ქუთაისელთა მხრიდან ხაზზე და ეს ბოლო გადაცემა. ძალიან ცუდი მახარეიშვილისგან ბოლაზე. ლეხვიაშვილს სწრაფად შემოუგდო ბურთი მათიაშვილმა. გასუფთავდა რაკი და 22-ის მისადგომებთან არიან. სოცო მათიაშვილი ახლა გავა მალაღურაძეზე და მალაღურაძის ძლიერი დარტყმული საკუთარი 22-დან, რომელიც რჩება თამაში ფრუიძის მაღალი და ძლიერი დარტყმული წნეხში არიან, რა თქმა უნდა, ახლა ბოლნისის ყოჩების მორაგბეები. გასუფთავდა რაკი და ჯარიმა მიწაზე თამაში. პატირერენგა მიიღო დარღვევა, აღიარა დარღვევა და ბრუნდება თავის ნახევარზე. გამოსაყენებელია მალაღურაძის ფაქტორი ბურთის მოედანში, ცარიელ ზონებში დარტყმა. ბატლო დამტყმელია კი. თამაშიდან ეგრეთ წოდებულნი. აქ იქიდან გამომდინარე, რომ თუმცა მიყოლა იქნება შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ესეთ დარტყმებზე აბრამიშვილი, ვერ მოიგო ბურთი, დაკარგეს და ნოდარდოლიძე ბურთით ბაბუნაშვილი მარჯვნივ ათამაშებს ხაზის მოთამაშეებს. არის აქ სივრცე ფრუიზე თავად მივიდა, შეინარჩუნა ბურთი. არა, რაღაც უცნაური გადაცემა, თუმცა ძალიან კარგად გამოუვიდა ბოლა. ვაცრავად მორკინალები აგრძელებენ შეტევას. პირველ ხაზელების მიძალება დოლიძე მარცხნივ ბაბუნაშვილზე სიღრმეში გადაწოდებული პასი და საბოლოო ჯამში ნიკოლაძე. და ნიკოლაძის შესანიშნავი დარტყმული მეორე ხაზელისგან. ყველაფერს იდეალურად აკეთებს, თუმცა მეტოქის ნახევარზე იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ბურთით დარჩებიან ბოლნისელები, ყოჩების მორაგბეები კი. თუ არა. როგორც ჩანს, გიგი ირემაშვილმა საბოლოო ჯამში მიიღო გადაწყვეტილება, ან ნიშანი მიიღო. ლად 50-22 გაუხერხებია საკუთარი გუნდისთვის აქ მეორე ხაზელს. ამას ხშირად ვერ ნახავთ ნამდვილად. მოიგეს ბურთი დერეფანში. ქუთაისელებმა სწრაფად გამოიტანეს ხაზზე, ბაბუნაშვილის გადაცემა არ იყო. ზუსტი ამ შემთხვევაში კოხოძე, რომელსაც ძალიან ბევრი აცადეს. არ წევს ხაზს რატომღაც ბოლნისის ყოჩები, არ ვიცი რატომ. დატოვა ბურთმა რაკი, შეცურებული ბურთი, რომელსაც მიყვება ელგუჯა მახარეიშვილი, თუმცა როგორც ჩანს ჭიჭი ნაძე იყო პირველი ბურთთან, თუმცა მანამდე ჯარიმის უპირატესობა. დრო გააჩერა აქ ჯაფარიძემ. თავისთან უხმობს ჭიჭინაძეს. საინტერესოა გადაწყვეტილება
ისევ და ისევ კარში დაარტყავენ ქუთაისელები, არც სხვა გადაწყვეტილებას არც მოველოდი. მათგან იქიდან გამომდინარე, რომ თავისი უპირატესობების მოპოვება ესეთ მინდორზე და ესეთ პირობებში ცოტა რთულია ქუთაისელებისთვის, ამიტომ მაქსიმალურად ეცდებიან თითოეული შესაძლებლობიდან უქულოდ არ დაბრუნდნენ თავიანთ ნახევარზე. თან თუ გადავხედავთ თამაშებს, სწორედ ამით გამოირჩევა ქუთაისის აია, რომ ყველაზე მაღალი მარგიქმედების კოეფიციენტი აქვს. მომართული არიან იმაზე, რომ თითოეული ეპიზოდიდან მაქსიმუმი გამოიტანონ. და ზუსტი ზუსტია 13-0. 13-0 და ისიც უნდა ითქვას, რომ ყოჩებისგან პრინციპში არ გვინახავს, ხო, კარგი შეტევა. ახლოსაც არ ყოფილან, თქვათ, გულის აღებასთან. ბოლნისის ყოჩების მორაგბეებს ჰქონდათ ეპიზოდურად კარგი ფეხის დარტყმები, კარგი აყოლები, თუმცა აი ეს პირველი ეპიზოდი, როდესაც მათიაშვილმა გაჭრა, თუმცა ვერ მიიყვანეს ვერც ერთი ეპიზოდი ქულების მოპოვებასთან ახლოს. ჯაბა მალაღურაძე. მაღალი დარტყმული. არ გადამოუწიეს ხაზი. ძალიან ბატირერენგას გადადის თამაში რაკში. ნოდარდოლიძე შეტანილი ბურთია, რა თქმა უნდა, ბურთი უნდა დარჩეს თამაში, თუ არა თან იქნებოდა დარტყმის ადგილიდან ბოლნისელების დერეფანი. რეხვიაშვილი კარგად მიდის წინ, განთავისუფლდა ბურთი პერანიძე გურამ გოგიძეზე, კარგია გურამიც კონტაქტის არეში, თუმცა ბატირერენგა ასევე შესანიშნავია დაცვაში. და გვერდიდან ეხლა ამას შეგახსენებთ, რომ როდესაც რაკი ჩამოყალიბდება, თუ რაკში გინდა მეტოქის შეწუხება, ბურთის ამოხება, კარიბჭიდან პირველ რიგში კარიბჭიდან უნდა შეხვიდე, ანუ იქიდან საიდანაც დაშვებულია შესვლა და არა გვერდიდან. რაც ახლა მოხდა კი. ხო, ძალიან ხანდახან არის ხოლმე რომ საჯები აი ესეთ შემთხვევებს ატარებენ, მაგრამ აქ ძალიან შეყონდა რაკი. და ჩათვალა ჯაფარიძემ, რომ იყო ჯარიმა მისაწევი, მეც დავითანხმები იოსებ ჯაფარიძეს ამ გადაწყვეტილებაში. პირველი შანსი იმისა, რომ ბოლნისის ყოჩებმა შეძლოს და მოიპოვოს ქულები დღევანდელ მატჩში, 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. და ზუსტია მალაღურაძის დარტყმულიც გახსნა საკუთარი ქულების მარაგი ბოლნისის ყოჩებმა 3-13 ხდება ანგარიში მატჩის 35 წუთზე. იქნება ეს გამოდგეს ახლა რაღაც სათამაშო ტალღის უნელი ბოლნისის ყოჩებისთვის. გიორგი ბაბუნაშვილს ვოულდებით, როდის განაახლებს მატჩს. აბა, ვნახოთ გიორგი ბაბუნაშვილი. როგორ შეიყვანს ბურთს, ისეთი თამაში გვაქვს, რომ ამ აქ თითოეულ ეპიზოდს მნიშვნელოვანი. აქ მათიაშვილი აწიეს მეორე სართულზე. ხო, საინტერესო. ეს გავდა ჯარიმას, ერანიძეც გაბრას და არ არის საჭირო ეხლა მალევე თვითონვე განმოხდეს. ხო, აი 9 ნომერზე თავდასხმა თან ესე გვერდიდან შესვლა, რა თქმა უნდა, პირადად მიიღო აქ თენგიზ პერანიძემ და ამ დროს ყოველთვის ცდილობს გუნდმა მეორე გუნდს წნეხი დაადოს, რომ ესეთი ეპიზოდები აღარ განმეორდეს. აქ ვნახოთ. ანუ უფრო ადრე დაარღვია თამაშგარის წესი, არ ქონდა ბურთს დატოვებული
რაქის არეალი და ნიკოლადე ნაადრევად დაიძრა, თუმცა ჯარიმა იყო, არაფერი ჯარიმაზე მეტი. ამ გადაწყვეტილებაშიც ვეთანხმებით. სოსოს დარტყმული კი იდეალური იყო ლაშა მალაღურაძისგან, ახლა ველოდებით ჩვენ საინტერესო თამაშს. გითხარით რომ ყოჩებს ჭირდება გამარჯვება, მინიმუმ ქულის მოპოვებას რო უკვე ბოლო თამაში აზრი კონდეს. აზრი კონდეს, თეორიულად ისედაც შეიძლება იქ ბონუს ქულით მოგება, შემდეგ საკმაოდ დიდი სხვაობით უნდა მოიგოს ასე შემდეგ, თუმცა ნახოთ. აქ ნოდიას გადაცემა არ იყო ზუსტი პერანიძეზე, უპირატესობა დასრულდა თამაშის. წნეხშია ახლა ბოლნისის ყოჩები მათიაშვილის დარტყმული, რომელსაც ტოვის მოედანში და ფრუიძეს მოაქვს ახლა კონჩეტევა. ცუდი გადაცემა სწრაფად უნდა ამოწიონ ხაზი ახლა ბოლნისელებმა კოხოძე. ფეხი თამაშობს კოხოძეც. ჭიჭინაძესაც აქვს შანსი რომ ფეხი დაარტყას, ასეც ხდება. ძალიან კარგი პინგ-პონგი გაიმართა, რომელიც ბევრ ენერგიას მოითხოვს, რადგან უკან უნდა იმოძრაო. ხო, განსაკუთრებით მორკინალებისთვის არის რთული და აქ პერანიძემ დაუშვა შეცდომა. იჩქარა თენგიზ პერანიძემ არ იყო წნეხში. პერანიძე შეეძლო ბურთის შენარჩუნება, მეტოქის თავისი თანაგუნდელისთვის გადაცემა, იქ სივრცის ძებნა და მორიგი შეცდომა. ლაღაძე იყო კარგი დერეფანში, ორი ხელით იგებს, თუმცა მოლის დაყენებას ვერ ახერხებენ ქუთაისელები. მარჯვნივ ხონელიძე, როგორი ხიშტი ბოჭოა ხონელიძეზე, თამაშის წესების ზღვარზე იყო აქ თამაში. ხო რა, არ გამოურიცხავ რომ კონტაქტი თავშიც ყოფილიყო. მაგრამ ნახოთ. აქ როგორც ჩანს, უბრალოდ იმიტომ გაჩერდა, რომ ცუდად იყო მორაგბე. ხო, იოსებ ჯაფარიძემ აქ მე ესე დავინახე რომ გაჩერება მოხდა, იმიტომ რომ თითქოს მძიმე დარტყმა მიიღო და შეიძლებოდა რომ უფრო დიდი ზიანი მიეყენებინათ საბახონელიძესთვის, თუმცა როგორც ჩანს არაფერი არ იყო. ხო, აი ჩვენი რაკურსითაც აი თითქოს ზღვარზე იყო, განმეორება იქნებოდა საჭირო იმისთვის რომ უკეთესი სურათი გქონოდა რა ტიპის დარღვევასთან ან არ დარღვევასთან შეიძლება გქონოდა საქმე. ნახოთ. ნოდარ დოლიძე ბურთით. დღეს ნოდარ დოლიძეს მეორე ტაიმში სავარაუდოდ შეცვლის ლადო ტყაბლაძე, ხუციძე არ ყავთ. ხო, აი ადრე აწვება ქუთაისის აია დავინახეთ ჩვენ ეს წინა შერკინებაშიც პირველი ან მეორე შერკინება იყო თუ არ ვცდები და აქაც იოსებ ჯაფარიძემ დაინახა ეს მომენტი. ადრე მიწოლა ნიშნავს იმას, რომ პოზიციას იგებ, როდესაც შენი 9 ნომერი ბურთში აგდებ, შენ უკვე გაქვს ეს ინერცია იმისთვის, რომ კარგი ბურთი მოიპოვო. ჟორამ ღებრიშვილი წინვადა იყო ამ სიტუაციაში მარცხნივ. იანური ჩანაფიქრი აიღო. ბურთი რეხვიაშულმა რა გადაცემას აკეთებს აქ ნოდიაზე, უნდა დარჩეს ნოდია ახლა. ეს ყველაფერი მოდის იმ შვიდკაცის სტილიდან, რომელსაც რეხვიაშვილი, მათიაშვილი თამაშობენ. გრძელი პასი თეზელაშვილი. არის რიცხობრივი უპირატესობა, უნდა ჩამოვიდეს ბურთი, გადმოავსო დაცვამაც ამასობა. შირანი ფხალაძე თავადო მიყვება შეცურებულ ბურთს, კვლავ კიდევ ერთი მიტყმა, თუმცა ვერ დაასრულა ეს ეპიზოდი. თუმცა მე მგონი წინ თამაში იყო ნოდარ დოლიძის მხრიდან, იქ როდესაც ბურთს ჩაუწვა, მან ვერ შეძლო და ვერ დაიმორჩილა და შერკინება ძალიან კარგ წერტილში.
ბოლნისის ყოჩებს, აი სწორედ ეს ქონდა მხედველობაში, რომ რანი ფხალაძეს აქ განსაკუთრებული არაფერი არ უქნია, პატარა ფეხი შეიცურა და იმდენად რთულია ესეთ ამინჩი ბურთზე თამაში, რომ შეცდომას უშვებს მეტოქე ძალიან მარტივად. ნახოთ. აი აქ წინ თამაში არის ნამდვილად. შემდეგ რანი ფხალაძემ ოდნავ ძლიერად შეიცურა ბურთი, თორემ იყო სალელოვე მომენტი. აი მის მიწურულ ძალიან კარგი შანსი ეხლა მას პიძელ გუნდს რომ გაცეს პასუხი ქუთაისელთა ლელოს მაგალითად 10 ქულიანი უპირატესობა ჯერჯერობით სტუმარ გუნდს ნეიტრალური მაყურებლისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება. თუ შემოახერხებს ახლა ყოჩები ქულების აღებას ძალიან მარტივად კარგავენ ბურთს ამ ეპიზოდში პერანიძის წინ უვარდება მართალია წნეხში იყო საკმაოდ დიდ წნეხში იყო პერანიძე როდესაც ბურთი მიიღო ჟორამ ღერბელშვილიდან თუმცა ეს კონტროლი დაკარგა შეეძლო ამ ბურთზე ეთამაშა და დარჩენილი იყო უბრალოდ მოედანში მურიგი ფაზისთვის შეემზადა თავისი გუნდი თუმცა მორჩა ისე როგორც მორჩა 13-ით 10-ს ლიდერობს ქუთაისის აია ჯერჯერობით პრობლემების გარეშე ნახოთ რა გველოდება მეორე ტაიმში შევიცნო და დაგიბრუნდებით უკვე მეორე ტაიმით